კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენები სუბიექტური აზრის პრიზმაში. თამამის შეფასება, განსხვავებული კომენტარი და სტუმარი. მოусმინეთ თეონა გეგელიას და სტუმრების შეფასებებს საავტორო გადაცემაში შუა კვირა. საღამოს მშვიდობისა თქვენ უსმენთ რადიო იმედს ტალღაზე 105.9. ეს არის გადაცემა შუა კვირა. თეონა გეგელიასთან ერთად ყოველ 4 შაბათს საღამოს 7 საათზე თქვენ უსმენთ გადაცემის სტუმრების მოსაზრებებს კვირის ყველაზე აქტუალურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თემებზე. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა, მთავარი თემა, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი და საარჩევნო სისტემის შეცვლაზე დავა. გერმანულ მოდელს განიხილავდა დღეს კომიტეტი პარლამენტის და იყო ასე ვთქვათ დიდი ვნებათა ღელვა. ჩვენ შევეცდებით ჩვენი სტუმრის დახმარებით სრულად და ისეთ მარტივად ავუხსნათ მსმენელს ერთი შეხედვით არც თუ ესეთ იოლად გასაგები და ერთი შეხედვით თითქოს რაღაც მოსაწყენი თემა, რომელიც სინამდვილეში ასე ვთქვათ ძალიან პირდაპირად შეიძლება ითქვა, რომ აისახება შემდეგ ჩვენს ცხოვრებაზე. ჩვენი სტუმარი არის კახა კუკავა, თავისუფალი საქართველოს ლიდერი, საღამოს მშვიდობისა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დავიწყოთ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონით და მივყვეთ თანმიმდევრულად. არსებობდა კანონი ამ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, შემდეგ პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა ამ კანონში. დღეს არის ლაპარაკი იმაზე, რომ პრეზიდენტის ვეტო, რომელმაც დაადო, ასე ვთქვათ, ვეტო ამ კანონს, აღარ იქნება ამ ვეტოს დაძლევა საჭირო, იმიტომ რომ უმრავლესობა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია თითქოს რაღაც შეთანხმდნენ ამ შენიშვნებზე. თუმცა არასამთავრობო სექტორი ამბობს, რომ პრეზიდენტის ვეტო ეს არის რაღაც, ყოველ შემთხვევაში იქ არ არის სინამდვილეში გათვალისწინებული ის, რაზეც პრეზიდენტი ლაპარაკობდა. როგორი იყო ეს კანონი და რატომ გახდა საჭირო მასში ცვლილებების შეტანა? იქნებ ავუხსნოთ იმისთვის რომ როგორც თქვენ ძანეთ ეს ერთი შეხედვით მოსაწყენი თემა ძალიან მოსაწყენი არ იყოს აუდიო რადიო მსმენელებისთვის მე თავიდან ვიტყვი საკითხის არს და მე ნიუანსებში შევიდეთ იმდენად რამდენადაც ეს საჭირო თქვენ ჩათვლით. არსი მდგომარეობს იმაში რომ როგორც ყველა მიცის საყოველთაო ჭეშმარიტება არის წინა ხელისუფლების დროს სასამართლო სისტემის პოლიტიკურმა კონტროლმა მიაღწია თავის მაქსიმუმს. იმიტომ ამბობ მიაღწია თავის მაქსიმუმს, რომ ხა სასამართლო სისტემა არჩევარდნაძის დროს არ ყვაოდა მისი დამოუკიდებლობა. თუმცა რაღაც სისტემა იყო ხანდახან გამოდიოდა შევარდნაძის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებით. სააკაშვილის რეჟიმის დროს ეს კონტროლი მივიდა მაქსიმუმზე, როცა 100% გადაწყვეტილებების, რომელსაც იღებდა სასამართლო სისტემა, განპირობებული იყო ხელისუფლების მიმართ ლოიალობით. რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია ჩვენ საზოგადოებაში ძალიან დიდი პროტესტი. პრაქტიკულად კონსენსუსი იყო იმაზე, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში არ ვარგა და შესაბამისად ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო ის, რომ მოხდებოდა ამ სისტემის რეფორმირება. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, აი როცა მაგალითად ანტიკომუნისტების გზები რო გაიყო საბჭოთა კავშირის შემდგომ, ხო ზოგი იმიტომ იყო ანტიკომუნისტი, რომ დემოკრატი იყო და ზოგი იმიტომ იყო ანტიკომუნისტი, რომ ნაციონალისტი იყო. ასე ვთქვათ, ჩვენი გზებიც ანტიმიშისტების, სააკაშვილის მოწინააღმდეგეების და სააკაშვილის სასამართლოს მოწინააღმდეგეების გზებიც გაიყო 1 ოქტომბრის შემდგომ. ანუ აღმოჩნდა, რომ ნახევარი პირობით და ნახევარი არის ნაწილი ამ სისტემისა ვიყავით წინააღმდეგი, იმიტომ რომ ზოგადად სასამართლოს პოლიტიკურ კონტროლს ვეწინააღმდეგობოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მეორე და შეიძლება უფრო დიდი ნაწილი, რომელიც დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში არის წარმოდგენილი, ისინი წინააღმდეგი იყვნენ, რომ სააკაშვილს ეკონტროლებინა სასამართლო სისტემა. თორემ მათ უნდათ, რომ თავად აკონტროლონ ეს სისტემა, ანუ თავად სასამართლო. თუმცა როგორ უნდა მოიძებნოს ის ადგილი, ის ზღვარი, სადაც პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი იქნება და სინამდვილეში იქნება მართლაც ნორმალური სასამართლო, ამაზეც მოგვიწევს ალბათ ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ეს არის მე გუშინ ვიყავ ერთ-ერთ ეთერში და ვთქვი, ეს არის მართლაც ფილოსოფიური, კონცეპტუალური, იდეოლოგიური პროგრამა, ეს გაუგებარი არის ჩვენი მოსახლეობისთვის და რატომ? მოდი სიმართლეს ჩავხედოთ. ნუ მოვეფერებით მოსახლეობას ეხა ზედმეტად, ვთქვათ ისე როგორც არის ჩვენ მოსახლეობას შაქარი, მაკარონი, კარაკი, პენსია, ლარის ინფლაცია. ყველგან ასეა მე მგონი. ყველგან ასე არის, თუმცა იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტების დიდი ტრადიციები აქვს, იქ მოსახლეობა ხედავს კავშირს დემოკრატიასა და პურს შორის.
იმის გამო რომ ჩვენთან არ არის დემოკრატიის ტრადიცია, რთული არის შენ ახლა რომელიღაც რაიონის, რომელიღაც სოფლის მაცხოვრებელ ადამიანს, რომელსაც პრობლემა აქვს, ახლა სექტემბერში ბავშვები რო სკოლაში წავlen და ორივეს რო ფეხსაცმელი ჭირდება, დაინახოს პირდაპირ კავშირი რომ სამუშაო ადგილი და ბავშვების ფეხსაცმელი მიღმული არის დემოკრატიულ გარემოზე. მაგრამ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სათავეში მდგომ ადამიანებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს ეს უნდა ესმოდეს და ამიტომაც ბრაზდები მე მასზე, ჩემს გუშინდელ თანამოაზრეებზე თუ თანამებრძოლებზე, თანამოაზრეები არასდროს არ ყოფილან ისინი ჩემი. როდესაც აი ამ მოსახლეობის ერთგვარი უბივატელის ერთგვარი გაუნათლებლობით სარგებლობენ და ამბობენ რომ რა გინდათ რა ნიშნავს საკონსტიტუციო სამართლოში ნაცების ზიან და მოდი მოსპოთ ეს საკონსტიტუციო სასამართლო სრულიად. ეს არის წარმოუდგენელი, ყველა ვისაც ერთი წიგნი მაინც წაუკითხავს განსაკუთრებით ისტორიაზე და იცის როგორ გაატარა თავის დროზე რეფორმები, რითი დაიწყო მაგალითად ერჰარდმა და ადენაუერმა გერმანიაში რეფორმა, რითი დაიწყო ვაშინგტონმა, რითი დაიწყო დეგოლმა, რითი დაიწყო ათათურქმა. ეს სასამართლო არის გადამწყვეტი. კი, ამიტომ ხელისუფლება რა არის ახლა ფილოსოფიური? ფილოსოფიური დაშვება არის ის, რომ ხელისუფლება უნდა შეეგუოს რა სასამართლო არის მისი ოპონენტი. ხელისუფლება უნდა შეეგუოს რომ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებებს მის წინააღმდეგ და ხანდახან ეს მას უსამართლოდ მოიჩვენება. საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ ბრალდებად, რასაც უყენებენ ახლა, არის მაგალითად მოვიყვანოთ საქმე, როდესაც მან ცუდი ადამიანის ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის ერთ-ერთი წარმომადგენლის გიგი უგულავას სარჩელით ბათილად ცნოს სიცხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ერთ-ერთი მუხლი. და ცდილობენ ჩვენ მოსახლეობას, აი ამ საწყალ გაჭირებულ მოსახლეობას უთხრას რომ უგულავას მხარეზე არის. სინამდვილეში ახლა აი მაინც შევეცდები ვინსაც როგორი იყო მაშინ კითხვა კანონი კარგი იყო რა თქმა უნდა კანონი კარგი იყო უბრალოდ ნება იყო სასამართლოს დავასრულებ ძალიან კონცეპტუალური საკითხია რომ სინამდვილეში ვისაც აინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოს არ განუხილია უგულავას საკითხი და არც აქვს ამის უფლება საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა რომ ცუდი ნორმა რომელიც იყო არაკონსტიტუციური ის გააუქმა და სარჩელის შეტანის უფლება აქვს ნებისმიერ პატიმრს საკონსტიტუციო სრული ფორმალობაა უგულავა იქნებოდა თუ ღობეგლიჯაშვილი მნიშვნელობა არ აქვს ესეთი არის კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ გააუქმა ცუდი ნორმა და ამაზე არავინ არ ამბობს არც ბესელი არც კობახიძე არც წულუკიანი ამ ასე ვთქვათ საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ ლაშქრობის არც ერთი ავტორი არ ამბობს რომ რაიმე არასწორად გადაწყვიტა საკონსტიტუციო სასამართლომ იგივე რუსთავი 2-ზე მეც არ მომწონს რუსთავი 2 საშინელად არ მომწონს და საზოგადოებას ბევრს არ მოწონს რუსთავი 2-ის სარჩელი დააკმაყოფილა და ამბობენ რომ რუსთავი 2-ის ხარესაა ეს ტყუილია თქვას ვიმნომ რომ ის ნორმა რომელიც გააუქმა სასამართლომ იმ ნორმის გაუქმება სწორი იყო თუ არასწორი თუ რა გვინდა ჩვენ ისეთი სასამართლო გვინდა რომელიც სარჩელს დახედავს და სარჩელის მოთხოვნას კი არ წაიკითხავს უი თეონას შემოტანილია მოდი დავაკმაო უი კახა შემოიტა რა თქმა უნდა ეს თემას რო არ გავცდეთ ძალიან ეხლა მე რა მაინტერესებს ეგ შენი ლოგიკით კანონი იყო კარგი, უბრალოდ სასამართლო ზოგადად იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ ნება არ არსებობდა ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ხო ზოგადი. საკონსტიტუცioზე ამბობ თუ საერთოზე? არა, საერთოზე არ გვინდა ამ ეტაპზე ვილაპარაკოთ კონკრეტულად. თეონა, თუ რაიმეს რეფორმა ჭირდება ამ ქვეყანაში, ალბათ მეტნაკლებად ყოველს. ყველაზე ნაკლებად ჭირდება საკონსტიტუციო სასამართლოს. ეხლა მე არა ვარ ადამიანი განსხვავებით, ეხლა გუშინ პარლამენტის წევრ არტისტთან მქონდა დებატები ამ თემაზე და ვისაც საკონსტიტუციო სასამართლო არ იცის, არ უნახია. მე ვიცნობ სამართლების პირადად როგორ ახლა კლუბებში კი არ დავდივართ ერთად პროცესებზე გამოდივარ და სასამართლო სისტემაში ამ ნაწილს ჭირდებოდა ნაკლებად. ყველაზე მიუკერძოებელი მე მომიგია საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, როცა ნაციონალური მოძრაობა იყო მთავრობაში და პრინციპული პროცესები. ეს შეუძლებელი იყო საერთო სასამართლო სისტემაში, ხო გახსოვს? და ამ დროს საერთო სასამართლოში, რომელიც იყო ყველაზე დამპალი და დაჭაობებული, მურუსიძე ჩააბეტონეს და დააწინაურეს და რაც ყველაზე უკეთესი და შედარებით პროგრესული იყო, იმას ანგრევენ. ეს არ მესმის. ეხლა გუშინ გვარები და სახელების დავასახელე, იმიტომ რომ მაგალითად გედი ფოფხაძე არის უმრავლესობის დეპუტატი, მე და გედი ვართ კურსელები და ჩვენი კურსელი არის მაგალითად ქეთი ერიმაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. ეხლა მსგავსი პროფესიონალი და გინდას პატიოსნებით და პრინციპულობით რთულია მოძებნო დღეს და ეხლა ქეთი ერიმაძეს შენ უძახო რომ სააკაშვილის დანატოვარი ვარ და მას დანატოვარი ხარ და მას შეუზღუდო ფუნქციები და მურუსიძე დააწინაურო. ეხლა ამას რეფორმას ნუ დავარქვით. ამას ქვია სასამართლო სისტემის მოთვინიერება და გახედვა. კარგი. ის რომ თლიანად თავისუფალი იყო საკონსტიტუციო სასამართლო არის თავისუფალი ამ პოლიტიკური გავლენისგან ასეთი შთაბეჭდილება არ რჩება. აი მაგალითად ერჩემ კი ბატონო გავიზიაროთ ეს შეხედულება რომ ყველა ხელისუფლებას და მოქმედ ხელისუფლებასაც უნდა რომ არ იყოს სასამართლო მისი განსაკუთრებული ოპონენტი. ის შემთხვევა, როდესაც უგულავას საქმეზე იყო ლაპარაკი და როდესაც მთელი სასამართლო კოლეგია მივიდა საავადმყოფოში მის ერთ-ერთ წევრთან.
ეს შემთხვევით მოხდა? გეთანხმები თეონა? მთლიანად გავლენისგან თავისუფლები მართლაც რამდენად და ჩემთვის პრინციპში როგორც მოკალაკისთვის თავარი მიზანი არის რომ ეს ინსტიტუტები ისე იყოს რომ მაქსიმალურად იყოს ეს ზღვარი და თან თავისუფალი იყოს ამ გავლენისგან. თუმცა მე როგორც ვიცი წევრები იცვლებიან გარკვეული სიმპათია რომელიც მათ გააჩნდათ ეხა პაპუაშვილიც მიბმულია სააკაშვილს და ის რაც ჩვენ თქვი არ არის კახნის დარღვევა. რა თქმა უნდა. გამიგეთ, ანუ რა მე იმიტომ თქვი რომ მეტნაკლებად მეთქი. მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო არ იღებს გადაწყვეტილებებს ნაციონალური მოძრაობის დავალებით. კიდევ ერთხელ გეუბნები, როცა გივით არგამანტის ინიციატივით პარლამენტმა მიიღო კანონი 2009 წელს საკნების აქციის დროს, რომ რეზინის ტყუები და პლასტიკური ტყუები და დაკანონდა და 20 მეტრის რადიუსში აიგზავნა სახელმწიფო შენობებში. მე შევიტანე კახა კუკავამ თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციური სარჩელი და მოვიგე. მაშინ მოვიგე ეს არჩელი. ეს შეუძლებელი იქნებოდა მურუსიძის სასამართლოში, ხო? ამიტომაც ეს არგუმენტი უფრო მნიშვნელოვანი არის და გარდა ამისა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იმ თუ ხელისუფლებას პრობლემა აქვს პაპუაშვილთან და პაპუაშვილის ადვოკატი მე არა ვარ. პაპუაშვილი უნდა მოხსნა. ეს კიდე მეორე საკითხი არის. ინსტიტუტი კი არ უნდა გაანადგუროს, როგორც ეროვნული ბანკის შემთხვევაში. ბევრი ადარებს ამას. ხადაგიძე გააგდე, ვინ არის ხადაგიძის დამცველი ან პაპუაშვილის დავხსნათ, მე თვითონ ვიყავი ილუსტრაციის კანონის მომხრე და ვამბობდი, რომ მაღალი თანამდებობის პირები, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს დაინიშნენ, ერთბაშად მოხსნათ, ერთბაშად გავყაროთ, დავნიშნოთ ახლები და ინსტიტუტებს თუ შევეხებით. და ჩვენ ეხა ეს ხომ ნაბანწყალს ბავშვი გადავაყოლოთ, რომ ესე იგი სასამართლო მოსპოთ, პროკურატურა მოსპოთ, ეროვნული ბანკი მოსპოთ, ყველაფერი დამოუკიდებელი მოსპოთ, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის რაღაცა გავლენა. ხალხი გავყაროთ, შოთაძე უნდა გავაგდოთ, პროკურატურა კი არ უნდა დავაჩმოროთ. მე როგორც ვიცი, წევრები საკონსტიტუციო სასამართლოსი რამდენიმე 4 წევრი თორშდები პაპუაშვილსაც ვადაგაზდის შემოდგომას. მით უფრო, რა თქმა უნდა. ხო, და ამას ვამბობ. რა თქმა უნდა, ეს ახლა დიდი მადლობა, მაგრამ ეროვნული ბანკში რა იგივე არის, ყველა სამთვაში კაც ვადაგაზდიოდა და ეროვნული ბანკი დაამხეს, დაშალეს, მაშინაც მიიღეს ესეთი კანონი. კარგი, მაშინ ახლა რეკლამის დროა და შემდეგ უკვე კანონის არსი, ანუ ცვლილებების არსზე ვილაპარაკოთ. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. კახა კუკავა თავისუფალი საქართველოს ლიდერი არის ჩვენი სტუმარი. ჩვენ ვლაპარაკობთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ დავაზე და ასევე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ დავაზე, ჯერჯერობით სასამართლოს თემას ვლაპარაკობდით რეკლამამდე. რაში მდგომარეობდა აი იმ ცვლილებების არსი, რომელიც უმრავლესობა მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონზე და რასაც ვეტო დაადო პრეზიდენტმა. ნუ რამდენიმე ნიუანსია მაგალითად მოვყვანე. შინაარსი ყველასი ერთია, რომ იქნება ისეთი რთული ბიუროკრატიული პროცედურები, რომელიც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის გადაწყვეტილების მიღებას. მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოში არის პლენუმი 9 მოსამართლის შემადგენლობით და არის 2 კოლეგია 4 მოსამართლის შემადგენლობით. საქმეების ძირითადი დატვირთვა მოდიოდა პლენუმზე 4 მოსამართლის ალსალკე განისა კოლეგიებზე 4 მოსამართლიან კოლეგიებზე და ამ ცვლილების მიხედვით შემოთავაზებული იქნა რომ გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს მხოლოდ პლენუმმა კანონის კონსტიტუციურობასთან შეუსაბამობაზე, ანუ მხოლოდ 9 მოსამართლე თუ შეიკრიბება ერთად. ეს დაახლოებით იგივეა ხა თქვენ რადიო იმედს რო უთხრან რომ აი გადაცემებს არ გიხურავთ, მაგრამ ყველა გადაცემა 24 საათის მანძილზე უნდა წაიყვანოს თეონა გეგელიამ. ნუ ხო გასაგებია რომ ყველას ვერ წაიყვანო. ნუ აი დაახლოებით იგივე არის, რომ გასაგებია რომ 9 მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს, ჯერ რო ვთქვათ გაჭიანურების კუთხით, ანუ თუ აქამდე იღებდა წელიწადში სიტყვაზე 100 გადაწყვეტილებას, ახლა მიიღებს წელიწადში 20 გადაწყვეტილებას. მეორე ეს არის კვორუმი, ადრე იყო უბრალო უმრავლესობა, ანუ 9-დან 5, 4-დან 3 იღებდა გადაწყვეტილება, კვორუმი აიწია 9-დან 7, ხმა იქნა დადგენილი საჭირო, რაც ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში მოგროვდეს. ანუ საბოლოო ჯამში კანონმდებელმა დაადგინა ისეთი მექანიზმები. ხო, ანუ რეალურად ვერ მიიღებს, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ყველას არჩევს, განიხილავს, თუ დღეს განიხილავდა ერთ თვეში, მომავალში ამას დაჭირდება 2 წელი და რაც თობარია საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება როგორც წესი იქნება ყოველთვის სახელმწიფოს სასარგებლოდ. ანუ რო გაჭიანურდება. კი, დემოკრატიული მართლმსაჯულების ერთ-ერთი არა მარტო იმიტომ რომ გაჭიანურდება კვორუმის გამო, დემოკრატიული მართლმსაჯულების ერთ-ერთი პრინციპი თელ ცივილიზებულ სოფლიოში არის რომ სახელმწიფო და მოქალაქე თეონა გეგელია და საქართველოს მთავრობა არიან თანასწორი სახელმწიფოსთვის. მოსამართლე მურუსიძეს ისე დაუმშვენდა მაგას სხირპირი, მისთვის სულ ერთი უნდა იყოს, აი თეონა გეგელია რომ მივა იქ და საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მისთვის ორივე არის მხარე, ანუ არ უნდა კონდეს რადგან სახელმწიფო რამე პრიორიტეტი. და აქ საკონსტიტუციო სასამართლოში დადგინდა ეს პრიორიტეტი, ანუ
საკონსულტაციო სამართალში ყველა სარჩელში მოპასუხე არის სახელმწიფო. მოსარჩელი ყოველთვის არის ამ გართულებით მოქალაქე და ამ გართულებით გამოდის რომ სახელმწიფოს ყოფნის 7-დან 2 ხმა, ისა 9-დან 2 ხმა და შენ გჭირდება 9-დან 7 ხმა. ანუ აი ეს დაახლოებით რაღაც კიდე უფრო მარტივი მაგალითები შემიძლია მოვიყვანო, მაგალითად ფეხბურთში რო დაადგინო რომ აი 0-0-ში შენ მოგება გეთვლება 1-0 შენი მოგებაა და მე მაინც და მაინც 3-0 უნდა მოვიგო რომ მოგება ჩამეთვალოს. აი დაახლოებით ეს გასაგები, ანუ ეს არის მთავარი, ხო? ეს არის მთავარი და ეს ნიუანსები რაც გითხარით მე კვორუმთან დაკავშირებით და პლენუმთან დაკავშირებით იდეა არის ერთი და იგივე რომ საკონსტიტუციო გარდა ამისა იქ დადგინდა აგრეთვე წესი რომ ბოლო თვეების მანძილზე არ ექნება უფლება საკონსტიტუციო სამართლის მოსამართლეებს რომ განახორციელონ უფლებასილებას. მაგრამ დასაბუთება არის საინტერესო. პირდაპირ მოეხსნათ პაპუაშვილი რატომ ამბობ რომ სწორია. ეს ნორმა შემოღებული არის მაინც პაპუაშვილზე. ანუ გვარდა სახელი არ წერია, მაგრამ ამბობენ რომ მოსამართლე რომელსაც დარჩა წელიწადზე ნაკლები უფლებასილების განხორციელებაზე საქმეები არ უნდა განიხილოს. გამიგეთ? სრული სისულელი არის თუ 10 წლით ინიშნება მოსამართლე 9 წელი რატომ უნდა განიხილოს. გასაგებია რომ ეს პაპუაშვილზე რამდენიმე მოსამართლეზე საუბარი და პირდაპირ მოხსენი ეს ჯობია. გულწრფელობა ჯობია საზოგადოების. ამასაც მოყვება სარეკლამო პაუზის დროს ჩვენ საუბრობდით გარკვეული კრიტიკა, მაგრამ ჩემთვის მაგალითად მე აღარ ვიქნებოდი ოპონენტი. იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეხლა ჩემთვის პიროვნება ეხლა პაპუაშვილი იქნება თუ არა საკონსტიტუციო სამართლოში, ამის გამო საქართველოს სახელმწიფო არც აყვავდება, არც დაინგრევა. მაგრამ ის რომ საკონსტიტუციო სამართლო ქვეყანას აღარ იქონდეს და ზოგადად სამართლიანი სასამართლო აღარ იქონდეს, ეს რა თქმა უნდა ქართული თანამედროვე 21 საუკუნის სახელმწიფო წარმოუდგენელი არის ამ ატრიბუტის გარეშე. პრეზიდენტმა დაადო ვეტო მოტივირებული შენიშვნებით გადაუგზავნა უკან პარლამენტს ეს მიღებული ცვლილებები, თუმცა თქვა რომ ჩვენ კონსულტაცია გავიარეთ, ვეტოს დაწლევა აღარ იქნება საჭირო, უმრავლესობაც ამბობს რომ შესანიშნავი შენიშვნებია და არის იდილია. თუმცა დღეს არასამთავრობო სექტორი გამოვიდა და თქვა რომ პრეზიდენტის შენიშვნებში არ არის ასახული პრინციპული საკითხები, რაზეც შემდეგ ადმინისტრაციამ კვლავ უპასუხა და პრეზიდენტმაც უპასუხა, რომ არასამთავრობოებს თავიანთი შენიშვნები ერევათ ვენეციის კომისიის შენიშვნებში. სინამდვილეში რა არის მარგველაშვილის და უმრავლესობის კონსენსუსი? აი რას წარმოადგენს ამ კანონი? შესთავაზა შუალედური ვარიანტი. აი მაგალითად მე გითხარით რომ მაღალი კვორუმი საჭირო არის საერთოდ საკონსტიტუციო სამართლო განიხილავს სხვადასხვა კატეგორიის საქმეს, მაგრამ მათ შორის უმთავრესი კატეგორია. ეს არის კანონის შეუსაბამობა კონსტიტუციასთან. ეს არის ალბათ 90% არ დამითვლია სტატისტიკა, მაგრამ ალბათ ეს არის ახლა მეტი რეფერენდუმი შეიძლება 20 წელიწადში ერთხელ განიხილო, ხო? ყოველდღე ხო ვერ განიხილავ რეფერენდუმის კონსტიტუციურობა. მარგველაშვილმა დაადგინა რომ ზოგიერთ შემთხვევაში უნდა განიხილოს პლენუმმა, ზოგიერთ შემთხვევაში უნდა განიხილოს რაღაც კატეგორიის კანონები უნდა განიხილოს პლენუმმა, რაღაც კატეგორიის საქმეები უნდა განიხილოს კოლეგიამ. ანუ ფორმალურად დიახ, კვორუმს ეხება, ანუ რასაც კოლეგია განიხილოს, იმას ჩვეულებრივი კვორუმი დაჭირდება. ეს არის კომპრომისი, მაგრამ არის ძალიან მექანიკური კომპრომისი. მე ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია უფრო დასაბუთებული არის და რაც თავარი არ მომეწონა არგულაშვილის არგუმენტი, რაც მან უპასუხა, რომ მე მარტო ვენეციის კომისიის შენიშვნები გავითვალისწინე და არა არასამთავრობოების. ესეც სწორი არ არის. ეს არის საერთოდ რაღაცა კოლონიური აზროვნება, რომ აი მაინც და მაინც ვენეციის კომისიის დასკვნა არის აპრიორი. რატო? პირიქით მე ვამბობდი გუშინ, რომ კაცო თუ გეუბნებოდა სიტყვაზე ჩემ თავზე არ ვიტყვი. თუ კონსენსუსიც არა, აი საზოგადოებრივი აზრი ხო არის, საქართველოში გვყავს იურისტები. მე არ ვიცი სხვა სფეროში ინჟინერებში და იმაში გეოფიზიკოსებში როგორ გვაქვს საქმე, არ ვიცი მაგ სფეროს, მაგრამ იურისპრუდენციაში გვყავს ჩვენ საქართველოში კარგი სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლია თითქმის ისეთივე დასკვნა გააკეთონ, რაც ევროპის სამყარომა იურისტებმა. აი არის მაგალითად ესეთი ვახუშტი მენამდე ძალიან კარგი სპეციალისტი არის. არის გიორგი გოცირიძე. რატომ შეიძლება რომ ეს ადამიანები და კიდე სხვაებიც არიან ბევრი მათაც მაინც და მაინც იტალიელი პროფესორი რო არის ვენეციის კომისიაში და 20000 евро რო აქვს ხელფასი იმან უნდა გითხრათ. მე როგორც ვიცი არასამთავრობოები იზიარებდნენ ვენეციის კომისიის შენიშვნებს. ვენეციის კომისიის შენიშვნებს იზიარებენ და პლუს სხვა შენიშვნებიც ჰქონდათ. ანუ ვენეციის კომისიის შუალედური დასკვნა არის და ის არის მხოლოდ ასე ვთქვათ, რაღაც ყველაზე უფრო პრინციპული შენიშვნები გამოხატეს მათ. არასამთავრობოების შენიშვნები იყო უფრო ყოვლისმომცველი და პრინციპი არ მომწონს მე რომ კი სწორია ვენეციის კომისიის შენიშვნები ძალიან ყურადღებით უნდა მოიქცეთ, იმიტომ რომ იქ მართლაც ისეთი დონე არის ახლა თავმოყრილი მსოფლიოსი რო იტყვიან ტყუანი რო იყო რომ მაინც უნდა დაუჯერო. მართლა ისეთი კლასია, მაგრამ
მარტო ვენეციის კომისიაზეც ნუ ვიქნებით ჩამოკიდებული, იმიტომ რომ საფრანგეთში, მაგალითად, ან გერმანიაში, ნორმალურ ქვეყანაში, ვენეციის კომისიამ შეიძლება 100 წელიწადში ერთხელ რაღაცა უპოვოს საფრანგეთს ანტიკონსტიტუციური. რატო? იმიტომ რომ საფრანგეთს თვითონ ყავს ფრანგი იურისტები, რომელსაც იქამდე არ მიყავს საქმე. და ჩვენ განვითარებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რომ აქაური იურისტები რო გეუბნებიან, უნდა გაარჩიო კარგი ცუდისგან და ვენეციის კომისიაში რაღაცა რაც მართლა სადავო არის, აი 10 საუკეთესო კონსტიტუციონალისტი თუ არ შეთანხმდა რაღაცაზე, კაი, ეგ საქმე გაგვირჩიოს ვენეციის კომისიამ, მაგრამ 10-დან 10-ვე რო გეუბნება და 100-დან 100-ვე. აი რატო გავაკეთეთ ეს? შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკეთესი ვარიანტია მარგველაშვილის შენიშვნებით. კი, უკეთესი ვარიანტი არის თუ არ ეს აი გეტყვით როგორ. ფორმალურად უკეთესი არის თეონა, მაგრამ მე საერთოდ გეტყვი ერთ რაღაცას, არის ცნობილი ნაშრომი, ხა იურისტებს სამაგიდო წიგნა დააქვს და ის არა იურისტებმაც იციან, მონტესკიეს კანონთა გონი არის ცნობილი ესეთი ნაშრომი. კანონებს აქვს თავისი სულისკვეთება. თქვენ შეგიძლიათ ბუკვალურად 100 გადაწეროთ, მაგალითად დღეს თქვენ რო ნახოთ, აზერბაიჯანის საარჩევნო კოდექსი და გერმანიის საარჩევნო კოდექსი თითქმის იდენტური არის, ყველაფერი ერთნაირია. მაგრამ ეხლა დამეთანხმებით, რომ გერმანიაში და აზერბაიჯანში ერთნაირი საარჩევნო სისტემა და გარკვეულ ყველა კანონს აქვს თავისი სულისკვეთება, როგორ მოქმედებს. საკონსტიტუციო სამართლოს არსი ის არ არის, რომ 9 წლით იქნება, 10 წლით იქნება 9 სამართლისგან, მე-13 წლის, მე-13 წლის, ეს არ არის. საკონსტიტუციო სამართლოს არსი არის ის, რომ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელმა კონსტიტუციონალისტებმა უნდა შეამოწმონ ავტორიტეტულმა იურისტებმა, რომ არ იყოს რაღაცა თანამედროვე სტანდარტების შეუსაბამო კანონი მიღებული პარლამენტის მიერ. თუ ეს არ არის დაცული, ეხლა პლენუმებს და კვორუმებს კი არა აქვს აბსოლუტური ამოცანა და აზერბაიჯანში ალბათ ჩვენიერი კვორუმია დადგენილი და ყოველთვის 9-დან 9 ერთ და იგივე გადაწყვეტილებას იღებს, ხო? ანუ თავი რომ სულისკვეთება თუ დაიკარგა, ამაში არ მეთანხმები მე მარგველაშვილს, რომ კომპრომისი კი არ არის მთავარი. მთავარი არის, რომ იდეა არ დაუღოთ სასამართლოში, რაც ხედავ, რომ წინა და დღევანდელ ხელისუფლებას აბსოლუტურად არ ესმის რა არის სასამართლოს იდეა. ჩვენ ახლა რეკლამა გვაქვს და რეკლამის შემდეგ უკვე კიდევ ერთ ასე ვთქვათ საკონსტიტუციო თემაზე ვილაპარაკებთ, ეს არის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. კახა კუკავა თავისუფალი საქართველოს ლიდერი არის ჩვენი სტუმარი. ჩვენ ვილაპარაკეთ საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, ეხლა საარჩევნო სისტემაზე მინდა გკითხოთ. ნუ დიდი ხანია ამაზე მიმდინარეობს დავა. ოპოზიცია ითხოვდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, იყო ასეთი ვარიანტი შეთავაზებული. უმრავლესობამ ეს არ გაითვალისწინა. თუმცა რაღაც ტიპის ცვლილებები საარჩევნო სისტემის განახორციელა. რა თქმა უნდა ოპოზიცია არ არის კმაყოფილი, იმიტომ რომ თქვენი თქმით რეალურად არაფერი არსებითი არ იცვლება და ხელისუფლებას რჩება. არ იცვლება. და დღეს, როდესაც პარლამენტში უმრავლესობას აღარ აქვს ისეთი მყარი პოზიციები, როგორიც ჰქონდა, გაჩნდა შანსი, რომ რეალური ცვლილება რაღაც ყოველ შემთხვევაში უკეთესობისკენ წავიდეს საქმე. დღეს მე ვუსმინე საკომიტეტო მოსმენას, სადაც რესპუბლიკელების თითქოს ინიციატივით ხდება გერმანული მოდელის განხილვა. რა არის ეს გერმანული მოდელი იქნება? ასევე მარტივად დავუხსნათ მაყურებელს და რატომ არის ასეთი პრინციპული თქვენი მოთხოვნა, რომ ამ არჩევნებისთვის რაღაც ყოველ შემთხვევაში არსებითად შეიცვალოს საარჩევნო გარემო. ესე იგი თქვენ უკვე ქალბატონო თეონა სახელი გაუტეხეთ გერმანულ მოდელს, ესე იგი რესპუბლიკური პარტია, მე ამიტომ გითხარით, მე ვიცი რომ თქვენი ინიციატივა იყო თავის დროზე, თუმცა დღეს ისინი პარლამენტში ამბობენ რომ ეს არის ჩვენი იდეა. ყველა იმდენი სერიალების გადამკიდე ყველაფერს პერსონიფიცირებულად აღიქვამს და წინა ბლოკში იმის ახსნას ვთქვი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ნაციონალების იდეა, ეს მანამდე მოიგონეს ევროპელმა განათლებულმა ხალხმა და რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ისეთივე ფარისეულობაა საკონსტიტუციო სასამართლოს დაცვა, როგორც რესპუბლიკელების მხრიდან გერმანულ მოდელზე საუბარი, იმიტომ რომ მანამდე ვიდრე ისინი იყვნენ საპარლამენტო უმრავლესობაში, ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ გერმანულ მოდელს. ანუ გერმანული მოდელი ეს არის ძალიან კარგი მოდელი, თავიდან რომ ვთქვათ, ფართო საზოგადოებისთვის, რომელიც როგორც წესი ხელისუფლებას ყოველთვის არ მოწონს და ოპოზიციას ყოველთვის მოწონს. ანუ რესპუბლიკელები, როცა იყვნენ ხელისუფლებაში არ მოწონდათ და ეხლა გაიხსნათ გონება, რაც ოპოზიციაში გადავიდნენ. რაც გულისხმობს გერმანული მოდელი? გერმანული მოდელი გულისხმობს იმას, რომ პარლამენტში რამდენი პარტიაც რამდენ ხმას იღებს პროპორციულად უნდა იყოს ასახული ეს რაოდენობა, მათ შორის მაჟორიტარების რაოდენობაც. ანუ თუ მიიღებს ქართული ოცნება ხმათა 40%, როგორც თვითონ მოელოდებიან, ან 35%, მათ უნდა ყავდეს პარლამენტში 35-40% დეპუტატების და არა 70. რის შესაძლებლობასაც იძლევა თეონელი კანონმდებლობები და არა მარტო შესაძლებლობას იძლევა, ეს არის რეალობაც.
წინა ხელისუფლების დროსაც ესე იყო, ბოლო საერთო არჩევნები საქართველოს ჩატარდა 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები და მაგალითად თბილისის საკრებულოში აიღო 45% ქართულმა ოცნება, მაგრამ აკონტროლებს მანდატების 80%. ანუ ეს მე მგონი ყველასთვის გასაგებია, რომ ეს მახინჯის სისტემაა, იმიტომ რომ თუ არ უჭერს უმრავლესობა ხარს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას, როგორ შეიძლება აისახოს პირდაპირ პროპორციულად მანდატები. ძალიან ახლოს უნდა იყოს პროპორციასთან, უბრალოდ განსხვავებით პროპორციული სისტემისგან ეს იმიტომ ეწოდება გერმანული და იმიტომ არის განსხვავებული, იმიტომ არის განსხვავებული, რომ ეს არ აუქმებს მაჟორიტარულ სისტემას, რომელსაც თავისი მხარდამჭერები ყავს და გერმანული სისტემა ამბობს, რომ დარჩეს ის 73 მაჟორიტარიც, ოღონდ მაჟორიტარების რაოდენობა შევიდეს პარტიის მიერ მოპოვებულ, ასე ვთქვათ, მანდატებში. ანუ თუ ქართული ოცნება ჯამში დააგროვებს 50 მანდატს და მოიგებს 30 მაჟორიტარს, ამ 50-ს კი არ დაემატოს ის 30. არამედ ამ 50-ში შევიდეს 30 და 20 დაემატოს სი. სია ზარალდება, ანუ სიარზარალდება, რატო მაჟორიტარი სიაში არის პირიქით. კი, მე მესმის ზარალდება ბჭყალებში ვთქვი. არა, მართველი პარტია ზარალდება. მოდი ვთქვა, ხოლმე მართველი პარტიის სია ზარალდება და ეს სისტემა, რომ ეხა აქაც რა მინდო თქვა, წინა ბლოკში თქვი კანონთა გონი და აქაც უნდა ვახსენო. თავისთავად ჩვენს წინააღმდეგ ხშირად მოყავთ ხოლმე არგუმენტები, რომ აი ესეთი სისტემა როგორც არის მაჟორიტარული არის სხვა ქვეყნებშიც, მოყავთ ინგლისი, აფრანგეთი, ამერიკა, ბევრი კეთილშობილი ქვეყნები. რა თქმა უნდა, ბუკვალურად თუ წავიკითხავთ, აი ბუკვაიდურად თუ წავიკითხავთ, მაჟორიტარული სისტემა არსებობს. მაგრამ იმ გაგებით პოლიტიკური პარტიული და მაჟორიტარული სისტემა რაც საქართველოში არსებობს, ამერიკაში რა თქმა უნდა არ არსებობს და რატომ? არ არსებობს ამერიკაში იქ ზუსტად ისე არის ის კანონი გაგებული, რომ არ შეიძლება მოხდეს ეგეთი რაღაცა, რომ ერთმა პარტიამ მიიღოს ხმათა მესამედი და მიიღოს 2/3. იქით რომ ამერიკის პრეზიდენტსაც არაპირდაპირ ირჩევენ. და თეორიულად ეს თეორიულად მაგ სისტემით შესაძლებელი არის, რომ ხმათა უმცირესობით გახდეს ამერიკის პრეზიდენტი. ერთხელ მოხდა ეს ელგორის და ბუშის შემთხვევაში, თუმცა იქ სხვაობა იყო ძალიან ცოტა. თეონა, გამიგე? ანუ ის იქ არის გამონაკლისი და მაინც აკრიტიკებენ, მაგრამ იქ ის სისტემა ხო ის მუშაობს სხვანაირად. ისი არ მუშაობს, ეხლა არ შეიძლება ამერიკაში რომ ეგრე მოხდეს მაჟორიტარული სისტემის ხარჯზე, რომ რესპუბლიკელებმა მიიღონ მეტი ხმები და ეხლა დემოკრატებმა გაიყვანონ მაინც ყველა დეპუტატი კონგრესში, რა თქმა უნდა ეს არ იქნება დემოკრატიული. რატომ არის ეს სხვაობა? ამას თავისი მიზეზები აქვს, ეხლა არ ვიცი ეს ჩვენს რადიოს მელს შეიძლება არ აინტერესებს, მაგრამ თავარი ჩვენ რაც გვინდა, აი კანონთა გონი, ისე ვიხმარ ამ ტერმინს, რომ თუ გვინდა რომ ჩვენგან ამ ჩვენი პაპუასებისაგან სახელმწიფო დადგეს როგორ გას, თავარი პრინციპი უნდა გადმოვიტანოთ. მაჟორიტარობაში და პროპორციულობაში კი არ არის ევროპული ცივილიზაციის არსი. არსი ისაა, რომ ინგლისელებმა მოიფიქრეს პირველად ეს მე-17 საუკუნეში, რომ რაღა ერთმანეთი ხოცოთო, სხვები ხოცოთო და ჩვენო შევთანხმდეთო და აიო, ვინცო რამდენი ვართო, თეთრი ვარდები და წითელი ვარდები იყვნენ. მაშინ ვისაც რამდენი მომხრხოლს დავждეთ ყველა პარლამენტში და ანუ საზოგადოებრივი განწყობების ადეკვატური ასახვა საკანონმდებლო ორგანოში. ეს არის ძირითადი რაც საქართველოს სჭირდება, თორე არც მაჟორიტარული სისტემა არ არის პანაცეა და არც პროპორციული სისტემა. საქართველოში ჩვენ გვყავს შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი, სამივე ერთი და იგივე რეჟიმი, რომელიც ცდილობს ეს აღვირევით მოჭიმოს პირდაპირ საარჩევნო სისტემა ისე, რომ 80-დან გაიყვანოს 75 დეპუტატი, 150-დან 155, რაც რა თქმა უნდა არის ქვეყნის ესე იგი პირდაპირ ჩამორჩენილი ჭაობებში კიდევ უფრო ჩაჭაობების უმოკლესი გზა. შენი აზრით აქვს პერსპექტივა ამ კანონს, რომ ამ მოდელს გერმანულს, რომ ჩემი აზრით არ აქვს, იმიტომ რომ ფორმალურად კითხვი არა 76 ხმა ჭირდება და 78 დეპუტატი არის ვითომ უმრავლესობის მიღმა, მაგრამ ვინაიდან კარგად ვიცნობ მაგ გვარს ამ 78 დეპუტატიდან ეჭვი მაქვს რომ 60 მოძრაობას ბოიკოტი. არა მარტო ბოიკოტის გამო ამ 78-დან 71 შეიძლება ესე იგი გარკვეული მათი საბანკო კრედიტები როცა ვიღაცა სხვამ გადაიხადოს შეიძლება რომ უცებ ბებია გავხდეთ ავა და კეჭის დღეს გურჯანში. არა პესიმიზმი არა რეალობა არის ხა თქვენ თუნდაც იცით პარლამენტში ვინც არიან არც ერთი იქ არ ვიცი არავინ არ მეგულება პრინციპების გამო რომ თავის პოზიციას დაიცავს პრობლემები აჩქარად ბატონო რომ დაიბარონ სოლოლაკში და უთხრან რაღაცა კარგი წინადადება როგორც ვიტო კორლეონე ამბობს რომელზეც უარის თქმა არ შეიძლება მე მგონია რომ აბსოლუტურად ყველა საპარლამენტო ფრაქცია ამ წინადადებას დათანხმდება ნაციონალ რა არის კიდევ გარდა ამ უშუალოდ საარჩევნო სისტემისა საარჩევნო გარემოსთვის რა არის საზიანი საქართველოს საარჩევნო სისტემის თავარი საზიანო სისტემა არის ფული ამიტომ ამ შემდეგ რაც საკაცობრიობა მოიგონა არჩევნები ყველა პარტიიდან დაწყებული ესე იგი დამთავრებული დღევანდელი ცივილიზებული ქვეყნებით არჩევნებში ფული იზღუდება თუ ერთ მხარეს აქვს $1 მილიონი და მეორე მხარეს 20 ლარი ყველაფერი დაარჩენი რომ იყოს თავისუფალი საარჩევნო გარემო რა თქმა უნდა შეუძლებელი იქნება
იქნება იქ თავისუფალი არჩევნების ჩატარება. მე დღეს მინდა გითხრათ, რომ ეს სხვადასხვა რეიტინგები ქვეყნდება, ხო? აბსოლუტურად ყალბი არის. დღეს ჩვენი პარტია თავისუფალი საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალ რეიტინგული, თუმცა ეს არც ერთ რეიტინგებში არ ჩანს. რატო? ჩემი Facebook-ის გვერდზე ნახე. აი მე გეტყვით, ჩემი Facebook-ის გვერდზე დავდე და შეგიძლიათ ნახოთ, სტატისტიკა არის გამოყვანილი ოფიციალური სტატისტიკიდან. ეხლა ჩატარდა შუალედური არჩევნები, მანამდე გაკეთებული მაქვს ადგილობრივ საპარლამენტო არჩევნებზე იგივე სტატისტიკა და იგივე შედეგი იძლევა. შუალედურ არჩევნებზე ეხლა რომელიც ჩატარდა 6 რეგიონში, 5 რეგიონში და დედაქალაქში. ჩვენმა პარტიამ დაახარჯა 1300 ლარი და მიიღო 600 რაღაცა 640 ხმა. ანუ სადღაც 2 ლარი და 6 თეთრი დაждდა ჩვენი პარტიის მიერ მიღებული ერთი ხმა. მაგალითად, ნაციონალურ მოძრაობას ერთი ხმა დაუშვდა 156 ლარი და ამ შუალედურ არჩევნებში დეკლარირებულია 440,000 ლარი. ეხლა თქვენ მეუბნებით რომ მე წავაგე ავჭალის ოლქში 440,000 ლარი კი არა ჩვენ პარტიას გვქონდა და ამისი მეათედი 40,000 ლარი აი შუავზე გავაპოვდით იმ ოლქში ნაციონალურ მოძრაობასაც და ქართულ ოცნებასაც ანუ ფული ფინანსები ფინანსურ უთანაბრობაზე კი არ არის საუბარი კლინტონს და ტრამპსაც სხვადასხვა ფინანსები აქვს მაგრამ იქ შეიძლება 30-50%-ით იყოს სხვაობა მაქსიმუმ და როდესაც ერთ მხარეს დგას მილიარდელი რომელსაც ეკუთვნის 5 ტელევიზია მეორე მხარეს დგას სააკაშვილი რომელსაც ასევე მილიარდები აქვს ოღონდ არალეგალური და იმასაც აქვს თავისი ტელევიზიები და მედია ინფრასტრუქტურა და პირდაპირ 100 ლარიანებს და 50 ლარიანებს არიგებენ, ესე იგი, საარჩევნო უბნებზე და მე მაქვს ჩემი საარჩევნო პროგრამა, ეხლა მთლად ისეთი პროგრამა არ მაქვს, რომ ეს ყველაფერი გადაწონოს, ბოდიში მომთხოვია, მაგრამ რომ იყოს მეტნაკლებად თავისუფალი არჩევნები და ეს სტატისტიკას თუ დაინტერესებთ იმ პრეზენტაციაში არის, ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას ექნებოდათ ბარიერის პრობლემა, 5%-იან ბარიერს ან გადალახავდნენ, ან ვერ იგივე ბურჭალაძის პროექტი, ბატონო? ხო. ფული რომ არ ქონდეთ თანაბარი ფული რო ქონდეთ აი ეს სტატისტიკა რა თქმა ყველა ქვეყანა არეგულირებს თეონო ამას ყველა რა როგორ არის ის შეერთებულ შტატებში მაგალითი მომყოს ეს არ არის პანაცეა შეერთებულ შტატების სხვა შეიძლება სხვა მოდელი მოიფიქროს ტრამპ შეუძლია ეხლა რომ თვითონ დახარჯოს თავისი ფული რამდენიც უნდა მილიონერი არ თვითონ მაგრამ სხვა $1,000-ზე მეც ვერ გამოართმევს გასაგები ეს არის ერთ-ერთი ლიმიტი ეს იდეალური კი არ არის მაგრამ იქ მუშაობს ეს მე მახსოვს მაგალითად წინა არჩევნები როცა იყო წინის წინა მაკეინი და ობამა მაგალითად იქ როგორი კანონია კიდევ ერთ კანონს გეტყვით რომ თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად მოაზრგროვოთ სახსრები როგორც ახლა მე გითხარით ანუ $1,000 შეაგროვოთ თითი ამერიკელისგან ან შეგიძლიათ სახელმწიფო გაძლოს გარანტირებული 80 მილიონს და გეუბნება რომ მაშინ არაფერს არ აგროვებ მაკეინმა აირჩიეს 80 მილიონი ობამამ თქვა რომ მეც მოვაგროვებ და მეტი მოაგროვა მართლა ამ $1,000 ფანდრაიზინგით ოღონდ მოაგროვა 120 თუ 100 ანუ საბოლოო ჯამში გამოვიდა 80 მილიონი 100 ну იმათთვის შეიძლება ეს დიდი სხვაობაა მაგრამ მე როცა გერმანელ დეპუტატს უთხარი ერთ-ერთ ბუნდესტაგისას გერმანიის ევროპის ყველაზე დიდი და ყველაზე მდიდარი ქვეყნის მმართველმა პარტიამ 2012 წლის არჩევნებზე დახარჯა იმდენივე ფულის დეკლარირება მოახდინა რამდენის ევროპის ყველაზე პატარა და ყველაზე ღარიბი ქვეყნის საქართველოს ორივე პარტიამ 45 მილიონი ლარის დეკლარირება გააკეთეს სააკაშვილმა და ივანიშვილმა და 20 მილიონის მერკელმა გესმიცა და ვართ გესმით რომ აქ არის საოცარი ფულოკრატია, დოლაროკრატია არის საქართველოში. ბურჭულაძე ახსენეთ. იგივე არის საქართველოში, აი ეთქვა ბურჭულაძეს დიდი რეიტინგი აქვს. ვიღაცა მისცა 3 მილიონი. არც მე არ ჯერა გეუბნებით, არც ივანიშვილს არ აქვს რეიტინგი და არც სააკაშვილს რეიტინგი გაქონდა ზუიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას, როცა ლექსები დაბეჭდეს და პროგრამები და წიგნები და სიტყვები. სააკაშვილს ჰქონდა თავდაპირველად. იმხელა მე მახსოვს ეგ პერიპეტიები თეონო და შენს გახსოვს 2003 წლებში 4ჯერ უსწრებდა ნათელაშვილის რეიტინგი 4ჯერ უსწრებდა ნათელაშვილის რეიტინგი სააკაშვილის რეიტინგს. მე რაში გამოიყენა ნათელაშვილი? არა, რაში გამოიყენა არა, მაგრამ შედეგები არ დადგა ასეთი, იმიტომ რომ როდესაც გააქვს მაგალითად ისეთი იარაღი რუსთავი 2 ეხლა და რომელიც მუშაობს ერთ პარტიაზე და არ მუშაობს მეორე პარტიაზე ნებისმიერი რეიტინგის გაცამტვერება შეუძლია. ეს გამთქვით თუ მაგ დრო მოვიყვან თქვენ მაგალითს თავის დროზე ამბობდნენ რომ აი არგენტინის ცხინვალე ნაკრები 86 წლის ჩემპიონატი იყო და ბელგიის ნაკრები მეოთხე ადგილზე გავიდა იმ ჩემპიონატში და ძალიან ამ წვრთნელს მოწყინდა ეს ამდენ არგენტინაზე ლაპარაკი იყო ასეთი მწვრთნელი კიტისი მე მგონი და იმან თქო ერთი მარადონა მომეცითო და მეორე დღეს მათამაშეთო არგენტინასთანო და ვნახოთო. ეხლა ასე არის მომეცით რუსთავი 2 ან იმედი სულ და ნახოთ აბა ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა როგორი მაგარი ბიჭები არიან. იმედზე არის გაქვს საშუალება ყველა პარტიას თანაბარი. ბოდიში არ არის, აი, იმიტომ კი არა. ზოგადად ვიძახი, მაგალითად არ ვიძახი, თეოდა დამეთანხმე, რომ საქართველოში ერთი ნამდვილად პარტიული ტელევიზია, ეს არის რუსთავი 2 და არსებობს სხვა მედია საშუალებები, სადაც არის პრობლემები, მაგრამ არა
პარტიულ მე მაგალითად ტელეკომპანია GDS-ზე არ ვარ ნამყოფი არასდროს, არც ერთხელ. არ დაუპატისებ. არც ერთხელ. ვინ არ მინახავს კახა ამ არხს? გამით უფრო ეხლა ყველაფერი ინტერნეტშია, გადააგუგლე, გადაასერჩე. არც ერთხელ ნიშნავს რომ ერთხელაც არ ვარ ნამყოფი. ძალიან საინტერესოა. კახა კუკავა თავისუფალი საქართველოს ლიდერი იყო. ჩვენი სტუმარი, მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ შენ იყო პარლამენტში. ძალიან დიდი ტელევიზორი არ ვიცი, მაგრამ მართლა დიდი სურვილი მაქვს რომ იყო პარლამენტში. ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულდა, ეს იყო შუაკვირა. მე გემშვიდობებით მომავალ 4 შაბათამდე ნახვამდის. ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი